გამარჯობა ამელკა, ჩვენი ნახვა გინდოდა? ო, მე თქვენთვის ნიშნულოვანი დავალება მაქვს. რა დავალება? გაიგეთ რომ ქალაქში ახალი ძიძაა? კი, ჩემ მშობლებს სურდათ მისი დაქირავება, მაგრამ მე მათ ვუთხარი რომ ეს დასრული ვარ. რატომ გეკითხები? ამბობენ რომ ეს ძიძა პლანეტის ყველაზე მკაცრი და საშინელი ძიძაა. საიდან იცი? ამ მაგიდაზე არის იმ ბავშვების ნივთები, რომლებიც ახალ ძიძასთან ერთად იყვნენ. გახსოვთ ჩვენი მეზობელი გოგო? ძიძამ მას ყველა სათამაშო დაუწვა. მათგან მხოლოდ ეს გადარჩა. საშინელება. და ეს მისი ძმის ნახატია. ძიძა ყველა მისი ნახატი დახია. ამის შემდეგ მისი ძმა მთელი დღე ტიროდა. და ეს არის ტყუპების მარაკები. ბოროტვა ძიძამ ისინი აიძულა მძელ სარდაფში დამსხნარიდნენ, სანამ მშობლები არ დაბრუნდებოდნენ. მერე მათ თქვეს, რომ ნამდვილი მონსტრია. რისი გაკეთება გინდა? ჩვენ უნდა გამოვამჟღავნოთ იგი. მე მაქვს გეგმა, მოდი წავიდეთ. რატომ ვარ ჩასულები ბავშვები? ჩვენი გეგმა არის, რომ ძიძას აქ გამოვიძახებთ და მთელ დღეს მასთან გავატარებთ. რა? შენ თქვი რომ ის ბავშვებს ნებს? ჩვენ არ გვინდა მასთან დარჩენა. დამშვიდით, ჩვენ დაგეხმარებით და რას გააკეთებთ? მე და კიტი თვალს ვადევნებთ მას და სათამაშოს შიგნით არის ფარული კამერა. მართლა? მე კიდევ ვერაფერს ვერ ხედავ. შენ ვერ დაინახა, ამიტომაც არის ფარული კამერა. ასეთი კამერები ბევრია სახლში. გავიგებ, ცუდი ძიძაა თუ არა იგი. რა მოხდება თუ ეს ძიძა რამეს დაგვიშავებს? არის ნერვიულო, თქვენ პირადი მცველი გეყოლებათ. კიტი, თუ ვინ? არა, თქვენი მცველი მაღლა არის. წამოდით და გაგაცნობთ. აი, გაიცანით ერთმანეთი. ეს არჩია. ის ჩვენ ჰეი, არჩი, ადექი. რა ხდება? ადექი, ყველა აქ არის უკვე. ო, გამარჯობა, თქვენ უნდა დაგიცვათ? ამელკა, დარწმუნებული ხარ რომ მის დაგვიცავს? ან იქნებ მას ისევ ჩაეძინოს. არის ნერვიულო, თუ რამე მოხდება, არჩი დაგიცავს. შავი ქამარი აქვს მას კარატეში. ის ძალიან მაგარია. შეგიძლიათ რომ ჩემი იმედი გქონდეთ. მე ნებისმიერი ძიძასგან დაგიცავთ. და ჩვენ მაინც არ მოგწონს ეს გეგმა. არის ნერვიულოდ, ყველაფერი კარგად იქნება. მე, ამელკა და არჩი თქვენ დაგიცავთ. დიახ, ჩვენ არავის მივცემთ უფლებას რამე იმოდოს დაგიშავოთ. მომცემთ? არა, არჩი, შენ მათ ასე დაიცავ. კარგი, ჩვენ თანახმავართ. აიღე ყურსასმენი. ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ იგი კომუნიკაციისთვის. აიღეთ. ლეო, აიღე კუდი. აშკარაა რომ ყურსასმენი გიკეთია. ჩერის თმა აქვს და კარგად მალავს, მაგრამ შენ ვერ მალავ, ამიტომაც დაიფარე. ჩანს? არა, ჩემი ჩანს. არა. და აი ძიძა მოვიდა თქვენს ადგილებზე. მოიცა, ძიძა უკვე დამოიძახე? არც კი დაელოდე ჩვენს თანხმობას? უბრალოდ ვიცოდი რომ დამთახდებოდით. ყველაფერი კარგად იქნება, მე თქვენთან ვარ. წადით თქვენს ადგილებზე სწრაფად. ღმერთო, ძალიან ცივა. არის ვინმე სახლში? ეს თქვენი ახალი ძიძა. რთვალ დღე მშვიდობისა, ბავშვებო. გამარჯობა. მე ვიქნები თქვენი ახალი ძიძა. დიახ, ჩვენ უკვე ვიცით. დარწმუნებული ხარ რომ ეს ძიძაა? დიახ, ნამდვილად ის არის. ის ბოროტად არ გამოიყურება. ბავშვებო, თქვენი მშობლები სახლში არიან? ისინი უკვე წავიდნენ. წავიდნენ. ანუ თქვენს გამოვიცდიდი ამდენ ხანს კარებთან? ახლა მე მოგიწყობთ თბილ ცხოვრებას. სანამ აქ ვიქნები, თქვენ დამემორჩილებით და თუ არა, მაშინ დიდი პრობლემები შეგექნებათ. ის მართლაც ძალიან ბოროტია. მართალი იყავი ეს ის ძიძა. გისმენ? ყვირილი მესმის, ბავშვებო, დახმარება გჭირდება? არა, ჯერჯერობით ყველაფერი კარგადაა. დარჩი ოთახში და გაჩუმდი. კარგი, თუ რამეა, მე ყოველთვის მზად ვარ ამ ძიძას გაკვეთილი ვასწავლო. დამშვიდი, მან არ უნდა იცოდეს რომ აქ ხარ. ჰეი, ამელკა, შეხედე რას აკეთებს. ჩუმად იყავი არჩი, მორჩა. მე ვილაპარაკოთ. რა მოხდა იქ? ნახე როგორ იქცევა ის ძიძა. ჰეი, ბავშვებო, მოდით აქ.
მითხარით, როდის დაბრუნდებიან თქვენი მშობლები? ისინი ხვალ დაბრუნდებიან. ხვალ. მაშინ მე ძალიან ბევრი დრო მაქვს. და დრო რისთვის? ეს თქვენი საქმე არ არის, აქ მე ვსვამ შეკითხვებს. ჰეი, ამელკა, როგორ ჩანს, რაღაცას აპირებს? მე შევამშნიე ხელებს ისე ეშმაკურად უსვამ და ერთმანეთ და სახე, დარინახე მისი სახე? დიახ, ეს ძიძა ნამდვილად რაღაცას მალავს. კარგი, მომისმინეთ. თქვენ ახლა თქვენს ოთახში წახვალთ და იქ დაჯდებით. რამდენ ხანს? სადამდეც მე ვიტყვი, გასაგებია? და მერე ჩვენი ყოველდღიური რუტინა? ხო, გაკვეთილები, სადილი, სეირნობა. დრო არ მაქვს ასეთი სისულეებისთვის, მაგრამ მშობლებმა თქვეს, რომ თქვენი მშობლები საკმარის ფულს არ მაძლევენ ასეთი სისულეების გასაკეთებლად. შეხედე, როგორი თავხედია, ის ყველაზე ჟირადღირებული ძიძაა ქალაქში. ისე ის ერთადერთი ძიძაა ქალაქში. ყოველ შემთხვევაში ის ბევრ ფულს იღებს და ამავდროულად არაფერს არ აკეთებს. ამაში მართალი ხარ, ჩერის და ლეოს უნდა დაუკავშირდე. მეგობრებო, მომისმინეთ. დიახ, ამელკა, გისმენ? ვის ელაპარაკები? ვინ არის ამელკა? არ უპასუხო, უბრალოდ მოусმინე და გააკეთე ის, რასაც მე ვამბობ. ჰეი, ბიჭო, მე გელაპარაკები, მიპასუხე კითხვაზე. და ამელკა არის? მისი წარმოსახვითი შეყვარებულია. დიახ, ის უხილავია. წარმოსახვითი შეყვარებული? მე მყავს რამდენიმე შვილი. სახელების თვა დაგვავიწყდა. მე მქვია ჩერი და ეს არის ლეო. არ მაინტერესებს რა ქვია, შენი მეგობარი ვარ? არა. მაშინ გაჩუმდი, როცა არაფერს გეკითხები, გასაგებია? გავიგე. როგორი თავხედია? გაიგე როგორ ელაპარაკებოდა? ხო, ძალიან უხეშია, საწყალი ჩერი, შეეშინდა. მეც შემეშინდებოდა. როგორ შეუძლია ძიძად მუშაობა ასეთი ხასიათით? უთხარი მას, რომ თუ ის არ დაგეხმარება დავალებების შესრულებაში, მაშინ მშობლებს ეთქვით, ჰეი, ყრუ ხარ? მე გითხარით, რომ წახვიდეთ თქვენს ოთახში. მშობლებს ვეთქვით, რომ დავალებების გაკეთებაში არ გვეხმარები. დიახ, ჩვენ მათ ვეთყვით, რამდენად ცუდი ხარ. თქვე პატარა, კარგი, მოიტანეთ თქვენი დავალებები. კარგი. ეს რეული არის ლეოსი. ეს ჩემია. მართლა, ჩემით ვერ მივხვდებოდი. და მე დაგეხმარე. ნუ მაბრაზებ, ბიჭო. მას რა გაქვს აქ? ისე ეს მეორე კლასელების დავალება. ისე მოიქეცით, თითქოს არ იცით როგორ შეასრულოთ დავალება. ნახოთ თუ დაგეხმარებათ. ნახოთ რამდენი მოთმინება აქვს. ჩვენ არ ვიცით როგორ გავაკეთეთ ეს დავალება. ფერმერს 20 ვაშლი ჰქონდა, მან 10 გაყიდა. რამდენი დარჩა? $45. რა 45? მას მხოლოდ 20 ჰქონდა. მაშინ ეს იქნება 15. გოგო, დაეხმარა შენ ძმას. დარჩენილია 90 ვაშლი. რა 97 ვაშლი? შეგიძლია უცალე დათვალო? შემიძლია. 1 2 3 4 გაჩერდი ბიჭო, დათვა არ მithოვია. ეს ახმა? ჩვენ არაფერი გვესმის. ეს რაღაც ტელეფონის ხმას გავს. ამელკა, იშქარე, შენი ტელეფონი გვამხელს. ერთი წამი. გისმენ? ამელკა, მე ვარ, ბავშვების ყვინილი გავიგე. უნდა გამოვიდე? არა, ყველაფერი კონტროლის ქვეშაა, დარჩი ოთახში. დარწმუნებული ხარ, მე ვღელავ შენს მეგობრებზე. ისინი კარგად არიან, დარჩი ოთახში და აღარ დამირეკო ტელეფონზე. კარგი, გასაგებია. საჭიროების შემთხვევაში მომწერე, მორჩალ თიშავ. გამორთე ხმა ყოველ შემთხვევისთვის. კარგი ერთწამი. კიდევ ერთხელ, ვაშლი იყო 20. 10 გაიყიდა. რამდენი დარჩა? 10 არის პასუხი, როგორ არიცით? ჰეი გოგო, მოდი აქ, მოდი. მოიცადე, არი მოძრაო. 10. აქ არის მინიშნება. შეხედე შენს დას, მაშინ რო გაგახსენდება. რატომ გააკეთეს? იმისთვის რომ შენ მაზონ გაიხსენოს. ეხლა შენი ახალი სახელია ეს. 10 დაგიძახებ.
10,000. შუბზე დავაწერა. კოშმარია, ის ასეთი რამისთვის უნდა გააგდონ. არჩი გამოვუშვი და მან ძიძას გაკვეთილი ასწავლოს, არა ჯერ ადრეა. შეხედე რა გააკეთა მან. დამშვიდი ამარკეს მოიშორებს. ნახოთ რა მოხდება შემდეგ. შენც დაგაწერ ბიჭო, შენ ჩვენი ცხრიანი იქნები, ცხრიანი. ცხრა რატომ? იმიტომ რომ მე ასე მინდა. ახლა წადი აქედან, თავისუფალი ხარ. ლეოსაც დააწერა. მესის ღება ეს ძიძა მე მას დამშვიდი, კიდევ რაღაც უნდა შევამოწმო. გაქვს ძიძას სავალებების სია? ძიძამ უნდა იზრუნოს და გამოკევას ბავშვები. ნახოთ რა ვერ გამომკლდება ამას. ბავშვებო, მოусმინეთ ახალ დავალებას. ამაკაცგან ახალი დავალება გვაქვს. ვიცი, მეც მაქვს ყურსასმენი. ჰეი, შეგიძლია რომ მეც წამიშალო? ჯერ ჩემსაც წავიშლი. ჰეი, ამელკა, ძიძა რას აკეთებს? როგორც ჩანს, ის რაღაცას ეძებს. იმედია კამერას ვერ იპოვის. თუ ის იპოვის, მაშინ თელი გეგმა დასრულდება. მაშინ არჩის უნდა დაურეკოთ. ხო, ეს თოჯინა საშინელია. მე ძვირფასი ნივთები უნდა მოვძებნო. კიდევ კარგი. ამელკა, ეტყობა შენი სახლის გაძარცვა უნდა. ანუ ის ქურდიცა? ის ნამდვილი კრიმინალია. პოლიცია უნდა გამოვიზარდოთ. ნუ იჩქარებ, ჩვენ მეტი მტკიცებულება გვჭირდება. შეხედე, ის არჩისთან მიდის. ძალიან მოსაწყენია აქ, სათამაშო კონსოლი მაინც უნდა წავამიღო. ისმენ? განგაში, ძიძა მოდის შენთან. ჩემთან? ჩაკეტილია. ანუ ისინი აქმალავენ რაღაც ღირებულს. ჩვენ ჭამა გვინდა, მოამზადე საჭმელი ჩვენთვის. სარეულს გავარ? თუ დედა გაიგებს რომ შივრები ვართ? ო, კარგი, წავიდეთ. უბრალოდ ნუღრიალებთ. კინაღამ დავიწვი. თავი კარგად გაართვი, არჩი. ამელკა, ნახე, რითი აპირებს მათ გამოკვებას. მაცივაში ბევრი კარგი საკვებია და ის მათ ამას აძლევს. აი თქვენი ლანჩი მზად არის. ვეხუმრები? არის სომე რაც არ მოგწონთ? კარგი, მაშინ იარეთ ფშივრებმა. დედა ამის ჭამის უფლებას არ გვაძლევს. დედა აქ არ არის. აიჟეთ და ჭამეთ. არა, არ შევჭამთ. ჩვენ სათანადო კვება გვინდა. აბა მაშინ ადეკით და თავად გაიმზადეთ. ჩვენ ეს არ შეგვიძლია. რატომ გახართ აქ? სწრაფად წადით სამზარეულოში. მიდით. გასუყურე? რა მეგჭის? არა, მე მიყვარს ჩიფსები. როგორი თავხედია? ის პლანეტის ყველაზე ცუდი ძიძაა. ამ ჩიფსებს თავზე დავაყრეიდი. დამშვიდი, ყველაფერს ვიდეოზე ჩავწერთ და მე პოლიციას გაუგზავნით. წარმოიდგინე მისი სახე, როცა ყველაფერს გაიგებს. ხო, ჩვენ მას მალე ვაჩვენებთ. ჰეი, ბიჭო, შენთვისაც არის დავალება. მე ლეო მქვია. გითხარი, არ მოინტერესებს რა ქვია მეთქი. აი, ეს პარკი და აქ ჩალაგე ყველაზე ძვირფასი ნივთები რაც არის ამ სახლში. რაში გჭირდება ჩვენი ძვირფასი ნივთები? შენი საქმე არა. ისე მოიქეცი როგორც გითხარი. ამასობაში მეორე სართულზე კარის განღების გზას ვიპოვი. ისინი ნამდვილად მალავენ რაღაც ღირებულს იქ. მას არჩის ოთახში სვლა უნდა. წარმოიდგინე როგორი გაოგნებული დარჩება მისი დანახვისას. არა, ეს ცუდია, ის გამოავლեց მთელს ჩვენს გეგმას.
მაშინ არჩი უნდა გავაფრთხილოთ. ჰეი, არჩი, გესმის ჩემი? არჩი. ეტყობა ისევ ჩაეძინა. ყურადღება, გადაუდებელი დავალება. არჩი უნდა გააფრთხილოთ, რომ ძიძა მიდის მასთან. მე ძიძამ დამავალა რაღაც. ჩვენი დავალებები ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. კარგი, ჩერის ვეტყვი. უკვე ყველაფერი ვიცი. რაღაც გასაღები ვიპოვე. იმედი ამ კარესთვისაა. მოიცადე. ჰეი, რასაკეთებ აქ? მე შენ დავალება მოგეცი. იქ ვერ შეხვალ. ვითომ რატომ? ამ ოთახში მოჩვენება ცხოვრობს. დიახ, ძალიან საშინელი და საშიში მოჩვენება. სულელი ბავშვები, მოჩვენებები არ არსებობენ. მოგატყუეს. ეს რა იყო? ხომ გითხარი, მოჩვენება. ვიღაც ყვიროდა. ხო ხედავ, ჩვენ გითხარით. კარგი, წავიდეთ აქედან. ჯობია მარტო დავტოვოთ ეს ოთახი. კოშმარი მესიზმრა. ამელკარ ეკავდა? გისმენ, რა მოხდა? დიახ, მოხდა. შენ სამუშაო ადგილას შეგეძინა. ოდიში, აღარ გავაკეთებ. თუ დაიძინებ, ჩვენ ყველა საფრთხეში ვიქნებით. ხო, გასაგებია, მივხვდი. ხო, მიღებულია, გასაგებია. ამელკა შეხედე, ძიძა ისევ უყვირის ბავშვებს. მე გითხარი, რომ ვახშავი მოგემზადებინა. სად არის? ცადე, მაგრამ არ გამოვივიდა. რატომ ხარ ასეთი უსარგებლო? ჰეი, შენ მაინც შეასრულე დავალება? დიახ, მე შევაგროვე სახლში ყველა ძვირფასი ნივთი. მომეცი აქ. რა არის ეს? ჩვენი სათამაშოა, ის ჩვენთვის ყველა ძვირფასი რამეა. სულელო, მე მჭირდება ოქრო, ვერცხლი, ფული. აი, მან აღიარა რომ ის ქურდია. ო, ჩვენის გამოვიჭირეთ. კამერამ ყველაფერი ჩაიწერა? კი, შეგვიძლია პოლიცია გამოვიზახოთ. კიდევ ცოტა ხანს დაველოდოთ, რომ უფრო მეტი მტკიცებულებები გქონდეს. რატომ გჭირდება ჩვენი მშობლების ყველაზე ძვირფასი ნივთები? ხო, ეს? დედა თქვენ მან თქვა, რომ ყველაფერი შემეგროვებინა. მართლა, იქნებ დაურეკო და გავიგო? არა, მომეცი ტელეფონი. ჰეი, რატომ? არავითარი ტელეფონები. ბიჭო, შენც მომეცი შენი ტელეფონი. ტელეფონი არ მაქვს, მშობლებმა არ მიყიდეს. ტელეფონით რომ გნახოთ, ორივე სარდაფში ჩაგკეტავთ. სარდაფში. როგორი ძიძა კეტავს ბავშვებს სარდაფში? ის არ არის ძიძა, ის ნამდვილი მონსტრია. გკითხეთ მას, ადრე თუ ჩაუკეტია ბავშვები სარდაფში? გახსოვთ ტყუპების მარაკები რომ გაჩვენეთ? ხო, სარდაფში იყვნენ ჩაკეტილი. თუ ის აღიარებს, ეს კიდევ ერთი მტკიცებულება იქნება პოლიციისთვის. მართალია. ყურადღება, ახალი დავალება. გაიგეთ, რამდენად ხშირად კეტავდა ის ბავშვებს სარდაფში. სარდაფში ჩავკეტა, ალბათ ხუმრობ. ხო, არც ერთი ძიძა არ გააკეთებს ამას. გსურჩი ამოწმოთ, მაგრამ თქვენ არ ხართ პირველი ბავშვები, რომლებსაც სარდაფში ჩავკეტავ. სხვებიც იყვნენ აქამდე? დიახ, იყვნენ. და თუ თქვენ მკითხებს დასვანთ, თქვენს მოგიწევთ ჩაკეტვა. იმუშავა, მან აღიარა. კიდევ ერთი მტკიცებულება პოლიციისთვის. ძალიან კარგი. ოქრო არ არის. ვერცხლი არ არის. ოპა, ეს პლანშეტია, ძვირიანი უნდა იყოს. ეს მართლა ძვირი ეღირება. ამელკა შეხედე პლანშეტის მოპარვა უნდა. ჩვენ მას ამის უფლებას არ მივცემ. ჩვენ უნდა შევაჩეროთ იგი. არჩის დაუძახოთ? არა, ლეო და ჩელი შეაჩერებენ მას. ყურადღება, არ მისცეთ მას პლანშეტის მოპარვის უფლება. კარგი, დროა გავიდეს სახლიდან. რა ხდება? ვინ ჩაკეტა კარი? და სად მიდიხარ? დედა და მამა ჯერ არ დაბრუნებულან. ხვალამდე ჩვენთან უნდა დარჩე. არ გაბედო რომ მითხრათ აგავაკეთო. კარი ჩაკეთეთ? ეს ახუმრობაა. არ ვიცი, შეიძლება მოჩვენება ყოფილიყო. ეს ახუმრობებია. მორჩა, თქვენ მე დამღალეთ.
გასაკეთე? დაუშვი. შენ ახლა ოთახში დაждები და შენ საქციელზე დაფიქრდები. არა, გთხოვ, მეშინია. და რა არის ეს? ეს არაფერია. რატომ გჭირდება ყურსასმენი? ვის ელაპარაკები? გაუშვი ჩემი და. მოიცადე ერთი წუთი. რატომ დადიხარ სახლში ამ ქუდით? ოპა, ცხრიანო, ყურსასმენები. რამდენი ხანია რაც გაქვს ეს ნივთი? ვის ელაპარაკები? გაუშვი გთხოვ. მიპასუხე სწრაფად. ცუდია, განგაში უნდა გამოვაცხადოთ. ხო, ჩვენ სასწაულს გვჭირდება მათი გადარჩენა. დროა გაუშვა არჩი. უფრო სწრაფად. არჩი, განგაში, კოდი წითელი. ვიმეორეთ, კოდი წითელი. ანელკა, არ ინერვიულო, მე მღვიძავს. განგაში, სასწრაფოდ გადაარჩინე ბავშვები. უკვე დროა? ხო, მათ დახმარება სჭირდებათ. სწრაფად. ჰა! მითხარი, ვის ელაპარაკებოდით? არ გეტყვი, მეგობრებს არ უღალატე. ანუ აქ სხვა ბავშვებიც არიან? ახლა დაგაბავ და შენს მეგობრებსაც ვიპოვი. გვიშველეთ! გაჩერდი. და შენ ვიღა ხარ? მორჩა, დაჭერილი ხარ. გაიწი აქედან. გაჩერდი, სად მიდიხარ? აქ დარჩები და პოლიციას დაელოდები. შეგვიძლია შევთანხმდეთ ნაცავთვი შუაზე გავიყოთ. ყველაფერი გავიყოთ. მე არ ვეხმარები დამნაშავეებს, მით უმეტეს იმათ, ვინც ბავშვებს ეძალადობს. კარგი ნამუშევარია არჩი. ლეო, ჩერი, თქვენს კარგად იმუშავეთ. და თქვენ ვინ ხართ? ჩვენ ის ვართ, ვინც ციხეში ჩაგაგდებთ. ჩვენ ჩავწერეთ შენი ყველა დანაშაული. ეს ყველაფერი შენს გამოსააშკარებლად გავაკეთეთ. გამოსააშკარავებლად. ო, თქვენ პატარა. მოდი აქ, დაჯექი. ბოდიშით არ მინდოდა ჩემს დას ფული სამკურნალოდ ჭირდება. ის ცდილობს რომ თავი შეგვაცოდოს. შენ ვერ მოგვატყუებ. ციხიდან რომ გამოვალ დაბრუნდები. არა მგონია, ბავშვებზე ძალადობის გამო დიდხანს გამოგკეტავენ. მოდი წავიდეთ, პოლიცია უკვე მოვიდა, ადექი. არ მინდა. კარგად ხართ? კი, ჩვენ კარგად ვართ. მიუხედავად იმისა, რომ ეს მართლაც საშინელი ხო, ეს იყო. ძიძა უბრალოდ მონსტრია. თქვენ ყველა მშვენიერი საქმე გააკეთეთ და ამისთვის ფიცას მოგართეთ. ო, დიახ, მე მშიერი ვარ. მეგობრებო, თუ მოგეწონათ ჩვენი ვიდეო, დაალაიქეთ და გამოიწერეთ არხი. რაც გაპუნეთ ზარისხილა გზე რომ არ გამოტოვოთ ახალი საინტერესო ვიდეოები. ყველას ნახვამდის. ასაკეთება აქ, პოლიცია სწრაფად.